მოგესალმებით ჩვენს ციცაკატევეს ერთგულ მაყურებელს. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ცოტა პოლიტიკას შევეშვათ, ვინაიდან ისედაც გადატვირთულია მთელი ტელემედია პოლიტიკოსებით, პოლიტოლოგებით, ხალხი გადაიღალა ამდენი პოლიტიკით რეალურად და ჩვენ ვესტუმრეთ ძალიან კარგ, ესე იგი, ორგანიზაციას ბიოლს, რომელიც არის წინვალე, თქვენ ამას ნახავთ ჩვენ გადაცემაში. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ფიტოთერაპიაზე, ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე და რაც თავარია თქვენ გაიგებთ, რომ თბილისთან ახლოს სულ 20 წუთის სავალზე არის პრაქტიკულად მიწიერი სამოთხე. Oriatas 4 წელი იყო, როდესაც მე ექიმი პროფესორი 25 კლინიკა, ექიმების გუნდი 400-მდე ეს ყველაფერი აწყობილი მქონდა პეტერბურგში და მოსკოვში. და ჩვენ ერთ დღეს რო შევხედე ჩემ თავს 170 კილოგრამი რო ვიყავი, დაახლოებით პლუს მინუს, მაშინ გავაანალიზე ის რომ მივხვდი რომ არ არის საკმარისი კლინიკები, არ არის საკმარისი ავადმყოფობის კურნალობა. არის უმთავრესი ადამიანისთვის არის ჯანმრთელობის რესურსების მართვა. იმიტომ ავადმყოფი რო თქვა ვიყავიო, არ ვიყავი ავადმყოფი. არ მჭირდა რაღაც არ ვახველებდი, რაღაც პრობლემა არ მქონდა, მაგრამ 170 კილოგრამი ადამიანი ხა ნორმალური ცხოველი თქვი არისო. და მაშინ გავაანალიზე ეს ყველაფერი და გადავწყვიტე რომ ახალი მცნება შემექმნა და საქართველოში მე გამიმართლა ორჯერ. პირველი რომ ადგილი ვნახე, ის ბუნება, ის წინაპირობა რაც უნდა იყოს აი ბიოსისტემა და მეორე ადამიანები. საქართველოში ვნახე პროფესორი ჩემი კოლეგა კახა ჭელიძე, ადამიანი, რომელიც სისტემური ხედვით სავსე მეცნიერი, რომელმაც თავიდან გიჟივით კი შემხედა ამას, იმიტომ რომ თვითონ მედიცინაში, ღრმად მედიცინაშია, მაგრამ აიღო ალღო ამისა და დღეს არის ჩვენი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელი. ადამიანი რომელმაც შექმნა უჯრედული ჯანმრთელობის იდეოლოგია ამ ჩვენ სისტემაში და რომელიც ყველა ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჯანმრთელობის რესურსების მართვაზე. ტერიტორიაზე გადავაადგილდებით ელექტრომობილების საშუალებით, ასევე სტუმრები გადაადგილდებიან ფეხით. დამატებით ასევე გვაქვს ტერიტორიაზე ელექტროველოსიპედები, სკუტერები და სმარტ კაბრიოლეტ მანქანები, რომლებიც დაქირავებად შეუძლიათ სტუმრებს. აღნიშნული ელექტრომობილი კი, რა თქმა უნდა, ემსახურება სტუმრს ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში. ჩვენ ახლა ვიყავით სამედიცინო შენობაში. როგორც ისეთ ყველა პროგრამა და ჯანმრთელობის რესურსების მართვის პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკას უჯრედულ დონეზე. მინდა წარმოგიდგენოთ სადიაგნოსტიკო ოთახები თუ როგორ მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, უჯრედული კვლევა. აი ეს ოთახი, ეს კაბინეტი გახლავთ ჩვენი მთავარი ექიმის კაბინეტი. აქ ჩვენი მთავარი ექიმი იღებს ანამნეზს, ზოგადად ესე იგი ზოგადად ინფორმაცია სამედიცინო ინფორმაციის შესწავლა მიმდინარეობს. შემდეგ უკვე გადავდივართ ამ კაბინეტში, სადაც აქ ზოგად ინფორმაციას ვიღებთ, ასე ვთქვათ, წონის სიმაღლის შესახებ. წონის სიმაღლის შესახებ, ასევე გვაქვს სახის კანის დიაგნოსტიკის აპარატი, რის შემდგომაც შეგვიძლია უკვე რეკომენდაცია მივცეთ სტუმარს, როგორი ტიპის კანი აქვს, როგორი ტიპის პროცედურები სჭირდება მას, ასე ვთქვათ და ასევე ამავე ოთახში მიმდინარეობს
ოლიგოსკანის მძიმე მეტალების რაოდენობის შესწავლა. ეს გახავთ მთავარი, ასე ვთქვათ, სადიაგნოსტიკო ოთახი. აქ მიმდინარეობს ანალიზის აღება. სისხლიდან ვიღებთ ანალიზს, ამ აპარატის მეშვეობით ვიგებთ თავისუფალი რადიკალების და ანტიოქსიდანტი ძალების დისბალანსს ორგანიზმში. შემდეგ კი ამ ჩვენი პროცედურები და პროგრამებით ვცდილობთ ეს დისბალანსი, ასე ვთქვათ, აღვადგინოთ და გავაჯანსაღოთ ადამიანის ორგანიზმი უჯრედულ დონეზე. ასევე ვსწავლობთ ეხოკარდიოგრაფიას, ასე ვთქვათ, სტუმრის. ეს არის ველოერგომეტრი, რომლის მეშვეობით ანუ ვაკეთებთ ველოერგომეტრის ტესტს, რომლის ასე ვთქვათ, პასუხების მიხედვით ვიგებთ კარდიორესპირატორული სისტემის რეაგირებას ფიზიკურ აქტივობებზე. რადგან პროგრამაში საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს ფიზიკური აქტივობები, ეს არის კინეზიოთერაპია, ეს არის სკანდინავიური ოჯახების ეინება, წყლის ველოსიპედით, ვარჯიში თუ ასე შემდეგ, აუცილებელია ვიცოდეთ სტუმრის ფიზიკური მდგომარეობა. ეს გახავთ ერთ-ერთი საპროცედურო ოთახი, აქ მიმდინარეობს ენოთერაპია, ანუ ღვინის აბაზანები, შეგიძლიათ თუნდაც შეაფასოთ ჩვენი აბაზანა. ეს არის ერთ-ერთი სარელაქსაციო პროცედურა, რომელიც არაჩვეულებრივია კანისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩვენთან ტარდება მანუალური და სხვადასხვა ტიპის პროცედურები. ასევე ტარდება აპარატული პროცედურები, რომლებსაც ვიყენებთ როგორც ესთეტიკის მიზნით, ასევე არის სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები და აპარატული პროცედურები შეგვიძლია ჩავატაროთ როგორც სახეზე, ასევე სხეულზე. ეს გახავთ წყლის ველოსიპედი, ერთ-ერთი ფიზიკური აქტივობის ნაწილი, სადაც თვალსაყრდენი ვარჯიში მიმდინარეობს და გულზე დატვირთვა ნაკლებად მოდის, რადგან პროცედურა მიმდინარეობს წყალში და ველოსიპედის პედლების ტრიალი უწევს სტუმარს. არის ერთ-ერთი კარგი ჰიდრომასაჟი სხეულისთვის და ანტიცელულიტური. ყველანაირ ოთახში მოხვედრი ვარ, მაგრამ აი დღეს მე ვარ ბიოლის მარილის ოთახში. არა, ნამდვილად მარილის ოთახი, ეს არის ჰიმალაის მარილი. თავიდან ბოლომდე და ახლა მე მივიღებ მარილის რელაქსს. ჩვენ ვიბადებით თუ არა, ჩვენი დედამიწა კომპრესიას გვიკეთებს, იმას შვება, გვიზიდავს ვიცა, ხო? და ჩვენი სარეაბილიტაციო, ჩვენი გამაჯანსაღებელი ფუნქციები ორგანიზმის, აი განახლების ფუნქციები, წლები გადის და უფრო სუსტდება. და შენ თუ დატვირთვას აი როგორც 20 წლისას აძლევ შენ სახსრებს, ისევე 50 წლისას 20 წლისას შენი სახსრები თუ ასწრებს აღდგენას, თქვა ღამე დღის განმავლობაში 50 წლისას უკვე ვეღარ ასწრებს, 60 წლისას მით უმეტეს, მაგრამ თვისებები ისევ გრჩება, ის შენი ჩვევები იგივე გაქვს, მაგრამ 20 წლისას თუ სარგებელია 50 წლისას უკვე ზიანი მოაქვს იმას. ამიტომ ჩვენი ფსიქოსომატიკის რევიზიაც გვჭირდება და ჩვენ გვჭირდება სწორი ანალიზი ჩვენი იგივე მაგალითად ფიზიკური აქტივობისა. კვებაზე აღარ ვლაპარაკობ და სხვა ბევრ რამეზე აღარ ვლაპარაკობ. აი რევიზია ჩვენი ცხოვრების არსისა. ეს არის ველნესი. მე დავარქვი ღრმა მედიცინის ცოდნით, ამას დავარქვი სამედიცინო ველნეს კურორტოლოგია. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოთახში, ეს არის მოსასვენებელი ოთახი, სადაც ჩვენი სტუმრები პროცედურების შემდეგ გამოდიან და ისვენებენ, ანუ დრო და დრო პროცედურების შუაში არის პერიოდი, როდესაც მათ აქვს საშუალება რომ განიტვირთონ და ეს არის ერთ-ერთი ოთახი, სადაც შესაძლებელია რომ მოისვენონ პროცედურიდან პროცედურამდე. ეხლა ჩვენ ვართ უკვე ბიოლის ფიტოთერაპიის ესე იგი საწყობში, საშრობში, ხო? აქ არის უამრავი სხვადასხვა სამკურნალო ბალახები, მცენარეები და ჩვენ ეხლა შევეკითხებით ამ ყველაფრის შესახებ, ვკითხავთ დავითს, რომელიც არის ფიტოთერაპევტი. ბატონ დავით, რო გითხრათ, აი ეხლა ეს არის რაღაც უნიკალური საწყობი, ხო? აი რა ბალახებია, რისთვის იყენებთ, აქ როგორ იყენებთ თუ შესაძლებელია ამის მაგალითად გატანა, წაღება ვიყენებთ ჩაიში, დასახელების ჩაები გვაქვს, სამკურნალო ენერგია, რელაქსი, დეტოქსი, ანტისტრესი. ყველანაირი მცენარე გვაქვს, ვიყენებთ მიქსი გვაქვს ამისი და გაჯანსაღებული სამცენარეებით. აი შეიძლება რომელიმე გვანახოთ, აი ჩაიში რომელი ხდება, რომლის გამოყენება ხდება ჩაიში. ვერბენა ქვია, ეს ჩვენ გვყავს, ხო? ეს არის ჩაი რელაქსი, მაგით სუნი. რასასწაული სუნი აქვს, ასევე თავშავა.
ეს ერთად ხდება ამათი შერევა მიქსი დიახ მიქსი ხდება და აი სხვა კიდევ აი გამოგდა ყველა ჩაია პრაქტიკულად ვიყენებთ აბაზანებისთვის ეს არის კოლხური ტომრები ესა ამაზე მცენარეებია და ამით მიდის მე კანის დამუშავება რა მასაჟი ყველა მცენარეები და ანუ ცხელდება ეს გაზდის წვენის ეს კანისთვის არის ძალიან კარგი თუ აი მაგალითად რევმატიზმი რაღაც ხო ინდივიდუალურად არის შეიძლება ის შევხედოთ იმიტომ ძალიან ბევრია ესე იგი რასაც ხედავთ აი ეს რა მცენარეა ხოლმე ქართული ლავანდა აი ეს რისთვის გამოიყენება დავით საღამოს ჩაიში საღამოს ჩაი ეს ყველა ჩაის ესე იგი ჩაის არის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო და ანუ ჩაი ბატონ დავით რა მინდა გითხოთ ესე იგი არ არის ხო ის მაინდა-მაინც რომ აი როგორც ვთქვათ აი ინდური ჩაი ანუ ჩაი მარტო არ უნდა იყოს ჩაისგან დამზადებული ანუ ჩაით ითვლება ყველა მცენარეული ხო და ამ ჩაის თქვენ სტუმრებს ურჩევთ აი ვის რომელი ჭირდება რომელი არის მათთვის ექიმი არჩევს ამას ხო და არა ისე მაგალითად რომ ვისაც უნდა ისე ვერ მიიღებს საჭიროებისამებრ ეს ყველაფერი ძირითადად აი ჩაით ყველაზე საუბრობდით აი იმუნოჩაი რომელსაც ესე იგი მიიღებთ ჩვეულების შემოიღებს აიღოს კიდევ შეიძლება და რა ღირს ეს ჩაი თუ ეს რო გითხრათ თითო შეკვრა $25 ჩვენ თუ ჯანმრთელობის რესურსების მართვა გვინდა ბუნებასთან ერთად ბუნებასთან შერწყმულები უნდა ვიყოთ იმიტომ ჩვენ თვითონ ვართ ბუნების ნაწილი და აი აქ უკვე ფიტოთერაპიაც ეგრეთ წოდებული და სხვა ბუნების სიძლიერების გამოყენებით ღრმა მედიცინის წოდნით აი ეს ყველაფერი ერთობლივად თუ გამოვიყენებთ მაშინ უკვე მივიღებთ ყველაზე კარგ შედეგებს ეს გახლავთ სამედიცინო შენობის სახურავი რელაქსაციური პროცედურის გამაჯანსაღებელი პროცედურის შემდეგ სტუმარს შეუძლია ამოვიდეს სამედიცინო კომპლექსის სახურავზე დატკბეს რა თქმა უნდა ხედით ბუნების სილამაზით დასხდნენ აქ შესაძლებელია ბიოლის ჩაის ამოტანაც მირთმევაც და კიდევ უფრო მეტი რელაქსაცია ასე ვთქვათ ბუნებაში და ასეთ მშვიდ გარემოში ბიოლში არის ანჩატურები, სადაც იოგით კავდება ხალხი და ასევე საინტერესოა რომ არის ესეთი ფიზიკური აქტივობისთვის იკარუსი. ეხლა მე მოვსინჯავ და შევეცდები ვნახავ თუ შევძლებ წონასწორობის დაჭერას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბიოლის რესტორანში, ნუ ხედავთ როგორი კეთილმოწყობილია. ასეთ რამე შეიძლება ვერც ვნახოთ საქართველოში სხვაგან. უბრალოდ ვერც ვნახავთ რეალურად, რაღაც ეს უნიკალური აი შიგნით პატარა ბაღია რეალურად ედემის მოწყობილი. ნუ აქ ეს არ არის მარტო რესტორანი, როგორც ჩვენ გვითხრეს, ეს აქ იწყობა ყველანაირი ივენთები, კონფერენციები
ამას ხედსაც შემოგთავაზებთ, ეხლა ნუ რა ვიცი, ასეთი ხედი თბილისთან ახლოს მე მგონი უბრალოდ არც არსებობს რა. აი ხედავთ მე მგონი აი ამ ხედს, ნუ უნიკალური ხედი, სიჩუმე, სიწყნარე, ნუ სასწაულია. პატარა 64 პატარა რაღაც სასწაულის სილამაზე, სასწაულის სიჩუმე, გარშემო რაღაც ძალიან კარგი თბილი და წყნარი აურაა. დანარჩენი ფიქრობ თქვენ თავად უნდა ამობრძანდეთ და გაატაროთ თუნდაც ერთი დღე აქ. დანარჩენს თავად უნდა განსაჯოთ, იმიტომ რომ ხელის გულზე ჩანს მთელი თბილისი და არა მარტო თბილისი. გარდა იმისა, რომ ჩვენი რესტორანი მასპინძლობს დამსვენებლებს, გარედან მოსულ სტუმარსაც რა თქმა უნდა შესაძლებლობა აქვს რომ მოვიდნენ. ივახშმონი სადილონ გვაქვს სხვადასხვა ტიპის მენიუ, გვაქვს ქართული კერძები, ევროპული კერძები, გვაქვს wellness მენიუც მათთვის, თუ სურვილი ექნებათ რა თქმა უნდა. ანუ ყველანაირი, ასე ვთქვათ, ტიპის მომსახურება შეგვიძლია გაუწიოთ ასე ვთქვათ რესტორნის მეშვეობით. ასევე გვაქვს პარასკევის შაბათი და გარკვეული ტიპის დღეებში ცოცხალი მუსიკაც შეუძლიათ რა თქმა უნდა მშვიდობიანი და საინტერესო საღამო გაატარონ ჩვენთან ერთად. ეხლა ჩვენ ვართ აი ბიოლის რესტორნის სახურავზე. ხედავთ რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სახურავის მსგავსი, არის აბსოლუტურად გამწვანებული, თითქოს ეზო ჩვეულებრივი კარი, აი ესე ლამაზი ნაძვნარით და ეს არის ყველაზე პრაქტიკულად მაღალი წერტილი ბიოლში, ნუ საიდანაც ქვემოდანაც ძალიან კარგი ხედია, ნუ თუმცა აქედან კიდევ უფრო უკეთესი. აი მე ხავ თხოვ ოპერატორს ჩვენსაც და შეეცდება რომ აი ესე 180 გრადუსით მინიმუმ ან შეიძლება 360 გრადუსითაც კი გვაჩვენოს თუ რა ხედია და როგორი სასწაულებრივი ბუნებაა რომ აქედან პირდაპირ მოჩანს მთლიანად თბილისი ხელის გულზე, ხოლო აი უკანა მხარეს კი სასწაულებრივი ესე იგი მთები, ტყე და არანაკლები ხედი მინდა გითხრათ. სასწაულებრივი ნაძვნარით მათ შორის აი ესე მიყვება ნაძვნარი და ზემოთ უკვე ფოთლოვანი ტყე. ასევე ბიოლს აქვს ვერტფრენის დასაჯდომი. ნუ ძალიან ცოტა ობიექტს თუ აქვს საქართველოში ესე პირდაპირ ვერტფრენის დასაჯდომი და ერთ-ერთი პლუსია რომ აი ბიოლს აქვს და თუ ინვეს ხავს საკუთარი ვერტფრენი შეუძლია მოფრინდეს თუ მანქანით დაეზარება ამოსვლა პირდაპირ აი ამ საცობების დროს 5 წუთში შეუძლია თბილისიდან ან რომელიმე სხვა ადგილიდან ცოტა მეტში 10-15 წუთში პირდაპირ ჩამოფრინდეს და დაფრინდეს ბიოლის ვერტფრენ საჯდომზე. ბიოლში მარტო ლამაზი ბუნება არ არის, მარტო კარგი ხედები არ არის. აი აქ ხელოვნებისთვისაც არის ადგილი, აგერ სკულპტურა დგას, მიმინოს სკულპტურა. ბიოლში ასევე თქვენ შეგეძლიათ თუ დაიღლებით, ანუ ბუნების წიაღში თუ ცოტა მოიწყენთ, შემოხვიდეთ აგერ და ითამაშოთ ბილიარდი და გაერთოთ რა, ერთ-ერთი გართობის, ვისაც უყვარს ბილიარდი მით უმეტეს შეუძლია ესე საკმაოდ კარგ მაგიდაზე გაერთოს და ითამაშოს. ისე დაახლოებით როგორც ამას ხარ და გავაკეთებ. თუ ცოტა გადაიღლებით, კიდევ შეგიძლიათ კარაოკე კლუბს ესტუმროთ და უკვე გაერთოთ კარაოკე კლუბში. აი მაგალითად 100 მოვა მაისი, მოვა შენი ატმის ლოყებით მოიტან შენ ფერ ყვავილებს და შენ სურნელებას
მოვამაისი შენ კი აღარ დამელოდები და მე არ ვიცი რა მეშველება ჩვენ ახლა მოვედით ბიოლის კოტეჯებში. ეს არის განსაკუთრებული კოტეჯები, როგორც აი ყველა შენობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, დახურულია მოლით, ანუ ყველა სახურავზე არის მინიმუმ მოლი, ყვავილები, ბალახი, არის სულ ხეით ეს კოტეჯები აშენებული. ნუ დანარჩენს დაწვრილებით ისევ მარი მოგვიყვება ამ კოტეჯების შესახებ და გაგვარკვევს რა ხდება უკვე შიგნით. მოვედით პრემიუმ კლასის კოტეჯთან. ეს გახავთ 1 ან 2 ადამიანისთვის განკუთვნილი ეკომეგობრული კოტეჯი. ახლა კი გადავინაცვლოთ შიგნით და გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პრემიუმ კლასის კოტეჯში. ეს კოტეჯი განკუთვნილია 1 ან 2 ადამიანისთვის. პრემიუმ კლასის კოტეჯს აქვს განსაკუთრებული უნიკალური თვისება, რომ აქვს პანორამული ტიპის ფანჯრები, ანუ შესაძლებელია სრულიად გაიღოს გარემო, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად ავითვისოთ ჰაერი, რომელიც არის ბიოლში, ეს არის ჯანსაღი გარემო და ჯანსაღი ჰაერი, უნიკალური თვისებების მქონე. ამასთან ერთად თუ ასე ვთქვათ, ღამეს სტუმარს მოესურვება, რომ ბუნების და ჯანსაღი გარემოცვაში დაიძინოს, გვაქვს სპეციალური ბადეები კოტეჯისთვის. შესაძლებელია რომ ბადეების გათვალისწინებით, ასე ვთქვათ, სტუმარმა ღამით მოისვენოს. ეს პრემიუმ კლასის კოტეჯი გვაქვს ჯამში 11 ცალი და რა თქმა უნდა, კურორტზე ინდივიდუალურად ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, ყოველი კოტეჯის გათბობა. ანუ გათბობა გვაქვს ეკოლოგიური იატაკიდან თბება კოტეჯი და შესაბამისად ყველა კოტეჯს თავისი ინდივიდუალური გათბობა აქვს. ჩვენ დავათვალიერეთ პრემიუმ კოტეჯი, ახლა კი ვიმყოფებით გრანდ პრემიუმ კოტეჯში. ეს გახავთ საოჯახო კოტეჯი, განკუთვნილია 3-4 ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, დამატებითი საწოლის დადგმის შემთხვევაში მეტი ადამიანიც მოთავსდება ამ კოტეჯში. ამ კოტეჯს გააჩნია უნიკალური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, როგორც ყველა კოტეჯს, თავისი ვენტილაცია აქვს ინდივიდუალური, ასევე გათბობა. პირველ სართულზე გახავთ ბარი ამ კოტეჯში. მეორე სართულზე კი გვაქვს 2 საძინებელი, სადაც ერთ საძინებელში არის დიდი ოთახი, სადაც ასე ვთქვათ, მშობლებისთვის არის ეს ოთახი ეგრეთ წოდებული განკუთვნილი, არის ასევე მეორე ოთახი, სადაც 2 ცალცაკე საწოლი დგას და ეს ძირითადად ბავშვებისთვის არის ხოლმე განკუთვნილი და საოჯახო სიტუაციისთვის, ასე ვთქვათ, ეს კოტეჯი ძალიან კარგი და მისაღები არის. დღეს საქართველოში სოფელს ვერ ნახავთ, სადაც თავისი სამკურნალო ტრადიციები არ იყოს. აი სოფელს ვერ ნახავთ. ყველა სოფელში ნახავთ ყველა თავის სამკურნალო ტრადიციებს. იმიტომ რომ საქართველო არის სოფლიოში აი ბუდე კურნალობის, ბუნების ძალის გამოყენებით კურნალობის და ჩვენ რომ ქართველებმა ეს არ აღვადგინოთ, ეს არ გამოვიყენოთ და თუნდაც უცხოური სიტყვით ჯორჯიან ველნესი, ქართული ველნესი, ნუ ველნესი ძალიან ცნობილი სიტყვა გახდა, რომ არ დავარქვათ, ჩემის აზრით არ იქნებოდა სწორი. და ჩემი ამოცანა აქვს, აქ არის ჩემი ამოცანა, არა ბიზნესი, არა ფულის კეთება, არამედ ჩვენი წინაპრების ტრადიციების განახლება და მსოფლიოში ახალი ბრენდით და ახალი სახით დანახვა, რომ დავანახოთ მსოფლიოს.